დეტალურად, უფრო ლაკონიურად რო განმარტოთ თქვენი პოლიტიკური მწამსი. როგორც ჩანს, ახალი მაყურებელია, ახლა დაგვიწყო ყურება, იმიტომ რომ ჩვენზე ბევრი რამე არ იცის. თუ ჩვენზე ცოტა უფრო დაწვრილებით გინდათ რამე გაიგოთ, ჩვენს საიტზე girchi.com შედით და იქ არის ჩვენი კონსტიტუცია, სადაც ცოტა ესე ფილოსოფიურად არის აღწერილი ზოგადად რა გვინდა და რა ხალხი ვართ. არის ჩვენი სტატიები, შეხედულებები ბევრ საკითხზე, პირდაპირ თემებად არის, რაღაცა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, გადასახადებზე, ყველაფერზე და ასევე YouTube-ზე, ჩვენს YouTube-ზე შეიძლება ბევრი ჩვენი ვიდეოს ნახვა, სადაც სათაურებით შეგიძლიათ მიხვდეთ რა თემაზე ვსაუბრობთ. მოკლედ რომ გითხრათ, Girchi არის ესეთი პოლიტიკური მიმდინარეობა, კლასიკური ლიბერალიზმი, აი ილია რო იყო ჭავჭავაძე, ეგ მიმდინარეობა, ამერიკის დამფუძნებელი მამები რო იყვნენ, ეგ მიმდინარეობა, ევროპაში განმანათლებლობის შემდეგ პერიოდში ხალხი რო იყო, ეგ მიმართულება. შემდეგ ამერიკაში ამ მიმდინარეობას დაერქვა ლიბერტარიანიზმი, ანუ ამერიკელები თუ გვინდა აუხსნათ თუ ვინ ვართ ლიბერტარიანელები ვართ ვეუბნებით თუ ევროპელებს გვინდა აუხსნათ თუ ვინ ვართ კლასიკური ლიბერალები ვართ ვეუბნებით და ამ იდეოლოგიის მთავარი პოსტულატი რო ჩამოგიყალიბოთ მთავარი რაზეც დგას არის რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი ერთიც არის ადამიანი და არ შეიძლება ამ ადამიანის მსხვერპლად შეწირვა რაიმე ბრჭყალებში დიადი მიზნისთვის ეს იქნება რაღაცა ქვეყნის გაძლიერება, ერის გაძლიერება, რაც კლასის რაც გაძლიერება, განსხვავებით სხვა პოლიტიკური იდეოლოგიებისგან, კომუნიზმისგან, სადაც კლასია ყველაზე მთავარი, ფაშიზმისგან, სადაც რაღაცა ქვეყანაა ყველაზე მთავარი, რაღაცა ქვეყანა ყველაზე ძლიერი იყოს. სხვა მიმდინარეობებია. მოკლედ, ყველა იძახის, რომ მთავარი იდეა რაღაცაა. ჩვენ იძახით, რომ ერთი ადამიანი არის ყველაზე მთავარი იდეა. ღმერთმა ის შექმნა თავის ხატად და მისი თავისუფალი ნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი, რაც ღმერთმა მას აჩუქა, რომელშიც არც ერთხელ ვერ ნახავთ ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში ეპიზოდს, სადაც ღმერთი ადამიანის თავისუფალ ნებაში ჩაერია. პირიქით, სიკეთეს და ბოროტებას მაშინ აქვს აზრი, თუ ის ადამიანის მიერ დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანია. თუ თქვენ ვინმე დაგაძალათ სიკეთის გაკეთება, ის სიკეთე არ ყოფილა. ის თქვენი გაკეთებული სიკეთე აღარ ყოფილა. ან თუ ვინმე დაგაძალათ და გაიძულოთ ბოროტების გაკეთება, თქვენ უბრალოდ გამოდის, რომ იარაღი ხართ ვიღაც ხელშეკო და ჩვენ ვიძახით, რომ ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მის თავისუფალი ნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მიზანი არ ამართლებს საშუალებას და ეს რაც ფილოსოფიური მიმართულება და სახელმწიფოს მოწყობის მხრივ ეს შეხედულება ითარგმნება იმაში, რომ სახელმწიფო უნდა იყოს მინიმალური, არ უნდა ჩაერიოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს თავისუფალ ნებაში. სახელმწიფოს ფუნქციებად წარმოგვიდგენია მარტო პოლიცია, სასამართლო, ჯარი, საგარეო ურთიერთობები, სულ ეს არის. დანარჩენი გონია, რომ ჩვენ საზოგადოება ერთმანეთთან არაძალადობრივ ურთიერთობაში მოვახერხებთ რაღაცების შეთანხმებას და დალაგებას. ეს არის რაც ჩვენი შეხედულების, ჩვენი პოლიტიკური იდეოლოგიის როგორც ფილოსოფიური ნაწილი, ესე სახელმწიფოს მოწყობით ნაწილი. მოკლედ მინიმალური სახელმწიფოს მომხრეები ვართ, ნაკლები გადასახადების მომხრეები ვართ, ნაკლები რეგულაციების მომხრეები ვართ, ადამიანის ცხოვრებაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. სახელმწიფო მიგვაჩნია, წარმოგვიდგენია ისეთივე რამედ, როგორც არის იარაღი. აი იარაღს რისთვისაც გამოიყენებდით, მაგ რაღაცებისთვის გონია რომ შეიძლება სახელმწიფო არსებობდეს. მაგალითად, თავს თუ გესმით ვიღაცა იარაღს გამოიყენებდით, ესე იგი პოლიცია შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ პოლიცია და რაღაცა თავდასხმის შემთხვევაში იარაღი თითქმის ერთ და იგივეა. თვათ ერთი არა, მაგრამ თითქმის. უცხო ქვეყანა თუ გესმის თავს იარაღს გამოიყენებდით, ამ შემთხვევაში ჯარი სახელმწიფოს ფუნქცია შეიძლება იყოს. კონტრაქტი თუ არ შესრულდა ვინმემ და არ ღვია პირობა და რაღაცა თქვენ დაყაჩაღებას ან გაძარცვას აპირებს თქვენი რესურსების წარსულს აპირებს ხო გამოიყენებთ იარაღს აი სასამართლოც სახელმწიფოს ფუნქცია შეიძლება იყოს და საგარეო ურთიერთობები როგორც ჯარის გაგრძელება სინამდვილეში არა ძალადობრივი ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან როგორ უნდა მოხერხდეს ეგ ცენტრალიზებულად უნდა იყოს აი მოკლედ მაგას ვეხრობთ ჩვენ იდეოლოგიურად თუ მოგწონთ რომ თქვენს ცხოვრებაში მთავრობა არ ერეოდეს ან ნაკლებად ერეოდეს, ნაკლებ ფულს გართმევდეს, მაშინ ჩვენი მხარდამჭერი უნდა იყოთ.